ადამიანური რესურსი ტექნოლოგიების წინააღმდეგ. გლობალურ ბიზნესში პრიორიტეტები მკვეთრად იცვლება. Reuters-ის ინფორმაციით, მხოლოდ 2026 წლის დასაწყისიდან ტექნოლოგიურ სექტორში 100,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი გაუქმდა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კომპანიები ახლა ყველაზე დიდ თანხებს ხელოვნურ ინტელექტში დებენ და სწორედ ამიტომ ცდილობენ სხვა მიმართულებებში ხარჯების შემცირებას. ერთ-ერთი ბოლო მსხვილი კომპანია, რომელმაც შემცირებები დაანონსა, LinkedIn-ია. Microsoft-ის მფლობელობაში მყოფი პლატფორმა თანამშრომლების დაახლოებით 5%-ს უშვებს. ცვლილებები შეეხება მარკეტინგის, ინჟინერიის და პროდუქტის გუნდებს. მიუხედავად ამისა, კომპანიის შემოსავლები ბოლო კვარტალში 12%-ით გაიზარდა. სწორედ ეს გახდა მთავარი კითხვა ინდუსტრიაში. რატომ ამცირებენ კომპანიები თანამშრომლებს მაშინ, როდესაც მოგება აშკარად იზრდება? მსგავსი პროცესი მიმდინარეობს Amazon-შიც. Business Insider-ის ინფორმაციით, კომპანია თანამშრომლების შემცირების ახალ ეტაპზე გადავიდა. ცვლილებები განსაკუთრებით სავაჭრო პარტნიორების მიმართულებას შეეხო. Amazon-ი ცდილობს პროცესების ავტომატიზაციას და AI სისტემების უფრო აქტიურად დანერგვას. ბოლო რამდენიმე წელში კომპანიამ 10,000-ობით სამუშაო ადგილი უკვე გააუქმა. რეორგანიზაციას იწყებს Walmart-იც. ამერიკის უდიდესი საცალო ქსელი დაახლოებით 1000 თანამშრომელს ან უშვებს, ან სხვა ოფისებში გადაჰყავს. კომპანია განსაკუთრებით ტექნოლოგიურ მიმართულებებს ცვლის და ხელოვნურ ინტელექტში ინვესტიციებს ზრდის, რათა კონკურენცია გაუწიოს Amazon-ს. ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მასშტაბურ ცვლილებებს გეგმავს Meta-ც. Forbes-ის ინფორმაციით, კომპანიამ შესაძლოა თანამშრომლების რაოდენობა 10%-მდე შეამციროს. პარალელურად კომპანია ასობით მილიარდ დოლარს მონაცემთა ცენტრებში, AI ინფრასტრუქტურასა და ახალი ტექნოლოგიების განვითარებაში აბანდებს. თანამშრომლების შემცირების შესახებ განცხადება გააკეთა ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა კრიპტოვალუტის პლატფორმა Coinbase-მაც. კომპანია თანამშრომლების დაახლოებით 14%-ს უშვებს. ხელმძღვანელობის თქმით, მიზანია ოპერაციების გამარტივება და ხელოვნური ინტელექტის უფრო ფართოდ გამოყენება. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მსოფლიო ბიზნესში მთავარი ტენდენცია უკვე ნათელია. კომპანიებს ფული ადამიანური რესურსებიდან ტექნოლოგიებში გადააქვთ. განსაკუთრებით სწრაფად იზრდება ინვესტიციები მონაცემთა ცენტრებში, AI ჩიპებში, ავტომატიზაციაში და ღრუბლოვან ტექნოლოგიებში. Reuters-ის შეფასებით, AI-ზე გადასვლა ახლა ბიზნესისთვის მხოლოდ ტექნოლოგიური ტრენდი აღარ არის. ეს უკვე გადარჩენისა და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების საკითხად იქცა.